რუსტემ უმეროვი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ფედოროვის მხარდამჭერი, პროტესტები და არახამიაზე თავდასხმები. უკრაინის 40-დღიანი ოპერაციის ფინალი, რუსეთის მშვიდობისკენ იზოლების მიზნით და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ახალი ოპერაციების ანონსი. კიევში ერთდროულად რამდენიმე საკადრო და პოლიტიკური მოვლენა მოხდა. რომლებიც ერთი დიდი კორუფციული საქმის გარშემო, ტიმურ მინდიჩის და პოლიტიკური კრიზისის გარშემო თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გათავისუფლების საკითხს უკავშირდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გუშინ რუსტემ უმეროვი დანიშნა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად და სწორედ ის ფიგურირებს მინდიჩის ჩანაწერებში. ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ახალი დაგეგმილი ოპერაციების შესახებ ანგარიში წარადგინა, მაგრამ სრულიად დაიგნორა სწორედ იმ 40-დღიანი ოპერაციის შედეგები, რომლის მიზანიც იყო რუსეთის მშვიდობისკენ იძულება და რომლის ვადაც სწორედ წინა საღამოს ამოიწურა. ხოლო პროტესტები ფიოდოროვის დაბრუნების მოთხოვნით უკვე 2 კვირაზე მეტია არ წყდება. საერთო ჯამში ამ გამოშვებაში განვიხილავთ უკრაინის ბოლო ყველაზე აქტუალურ სიახლეებს, რათა არაფერი გამოგჩეთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდი დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულთან. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდი დავიწყოთ მთავარი საკადრო სიახლით. რუსტემ უმეროვის დანიშნით. ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა რუსტემ უმეროვი მანამდე იყო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი. მანამდე კი უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ხოლო კიდევ უფრო ადრე სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, მანამდე კი უკრაინის სახალხო დეპუტატი ინიშნება უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად. თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს ასე ახსნა. უმეროვი გააგრძელებს, ციტატა, საკვანძო მიმართულებების კოორდინაციას. თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის, დიპლომატიისა და ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესში, ასევე უპილოტო აპარატების სფეროს. გახსენებთ, უპილოტო აპარატების სფეროს ჩვენთან ფედოროვი კურირებდა. უბრალოდ ასე მინიშნებას ვაკეთებ. და აი როგორც პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში განცხადეს, ეს უმეროვისთვის ბუნებრივი სფეროა, მუდმივი, სპეციალური სფერო, საერთაშორისო კონტაქტები, გარე საქმიანობა, სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს იარაღს და საერთაშორისო მიმართულებას. ზოგადად, სუპერ ჩინოსანი, სუპერ საკითხების სუპერ გადაჭრისთვის. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის გათავისუფლებულ ადგილს დაიკავებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იგორ კლიმენკო. გახსენეთ, ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა ჯერ კიდევ 17 ივლისს, როდესაც ზელენსკიმ პირველად შესთავაზა კლიმენკოს ეს თანამდებობა. თუმცა თავიდან მას მაინც თავდაცვის მინისტრის პოსტს უწინასწარ მეტყოლებდნენ. საბოლოოდ კი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ერგო. პირველი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა, მაგრამ არის დეტალი, რომელიც ამ ყველაფერს ბევრად უფრო მნიშვნელოვან ისტორიად აქცევს. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიმართ იხსენებს, რომ საერთოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებში, რომელსაც იძიებენ უკრაინელი ანტიკორუფციონერები, ანუ ოპოზიციური ორგანოები ნაბუ და საპი. ფიგურირებს საუბრის აუდიო ჩანაწერები, რომლებიც გაკეთებულია ბიზნესმენ თიმურ მინდიჩის ბინაში 2025 წლის ზაფხულში. და ერთ-ერთ ამ ჩანაწერში საუბარში მონაწილეობს არავის სხვა თუ არა იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი, სწორედ ის რუსტემ უმეროვი. საუბრის მონაწილეები განიხილავდნენ მის შესაძლო მომავალ დანიშვნას ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად. ასევე კომპანია Firepoint, რომელიც შორმანძილზე მოქმედი შეიარაღების მწარმოებელია, კერძოდ რაკეტებისა და დრონების მოდელებს FP1, FP5 და FP7. ამასთან თავად მინდიჩი უჩიოდა უმეროს სწორედ ამ კომპანია Firepoint-ის არასაკმარის დაფინანსებას. ანუ ადამიანი, რომლის სახელიც ჩანაწერებში ფიგურირებს, რომლებიც თავდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კორუფციულ საქმეს ეხება, ნიშნავენ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად. ანუ უცხების, რომლის საქმიანობაც თავისთავად გასაიდუმლოებულია და გამოტანილია საჯარო კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღმა, გაგახსენებთ კიდევ ერთ უფრო ადრინდელ დეტალს, რომელიც შესაძლოა ბევრს უკვე დავიწყებული ჰქონდეს. რუსტემ უმეროვი უკვე დაგითხეს მოწმის სახით ენერგოატომის საქმეზე, რომელიც ბოლო წლების კიდევ ერთი ხმაურიანი კორუფციული სკანდალია. ანუ ეს უკვე არ არის პირველი შემთხვევა, როცა მისი სახელი გამოძიებებთან ერთად ჩნდება.
ბოდიშით სახელმწიფო ფულის მითვისების საქმეზე. და სწორედ ეხლა მას აწინაურებ. ეხლა დღევანდელი დღის მეორე სიახლე, რომელიც გამორჩეულია იმით, რაც მასში არ გაჟღერებულა. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო სბუს დროებით მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ პოკლადი და განაცხადა, რომ მან შეათანხმა სბუს ახალი ოპერაციები. შემდეგ მისი ციტატაა: დღეს მე შევათანხმე ახალი ოპერაციები. ალექსანდრ პოკლადმა წარმოადგინა SBU-ს აგვისტოს პრიორიტეტები. შემდეგ პრეზიდენტმა დაავალა SBU-ს ხელმძღვანელს გააგრძელოს, როგორც მან აღნიშნა, შიდა სტრუქტურის გაწმენდა იმ ადამიანებისგან, ვინც საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობს და არა უკრაინაზე. და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, რომლებიც ნამდვილად იცავენ სახელმწიფოს. მაგრამ მთელი ამბავი იმაშია, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ არც ერთი სიტყვით არ ახსენა იმ 40 დღიანი ოპერაციის შედეგები, რომელიც მან პირადად დაანონსა 25 ივნისს. ოპერაციის, რომლის მიზანიც იყო, ციტატა, რუსეთის იძულება დაასრულოს ომი. ამ მოხსენების თარიღი 4 აგვისტო, ზუსტად 40 დღით მოგვიანებით. არის იმ განცხადების შემდეგ. ანუ ვადა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად დაინიშნა შედეგების შეჯამებისთვის, დადგა. და ამ შედეგების ანგარიშის ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო საერთო სიტყვები ახალი ოპერაციებისა და აგვისტოს პრიორიტეტების შესახებ. შეიძლება ასე სწორიც არის. შეიძლება ყველა ოპერაციის საჯაროდ მოყოლა არცხვს. მაგრამ სულ მცირე იყო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ თითქოს ჩვენ დავაზიანეთ ასეთი რაოდენობის ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე და მორჩა. ამიტომ ეხლა ყველაფერი იმაზე დადის, რომ თითქოს დარტყმები იყო და მომავალშიც გაგრძელდება. ნიშნავენია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის რეაქციაც, რომელიც გუშინ გაჟღერდა. ამ 40 დღიან ოპერაციაზე კომენტარისას მან მოუწოდა, ციტატა, ვადებზე არ უნდა ჩავიციკლოთ. თუ ეს ჩვეულებრივ ენაზე ვთარგმნით, ეს პირდაპირ აღიარებაა იმისა, რომ გამოცხადებული მიზანი 40 დღეში მიღწეული არ ყოფილა. ამიტომ ამ თემას უბრალოდ გვერდს უვლიან. თუმცა, მაშინ რომ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ვლადიმირ ზელენსკიმ არასდროს უთქვამს, რომ თითქოს 40 დღის შემდეგ რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ეს არ ყოფილა საბოლოო ვადა, არ ყოფილა არანაირი ულტიმატუმი. იყო მხოლოდ განცხადება დაწყების შესახებ. 40 დღის ოპერაციის დაწყების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის იძულებას მშვიდობისკენ. თუმცა, პირადად მე ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, საერთოდ რატომ სახელდებოდა ეს ვადები? რისთვის იყო ეს განცხადება? 40 დღის ოპერაცია? რისთვის? თუ მიზანი იყო რუსეთზე დარტყმები და შეტევები, მაშინ უნდა დაარტყა და შეუტიო რუსეთს. რისთვის უნდა გამოაცხადო ეს 40 დღე? მოკლედ, ჩემთვის ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. ამასთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეალური მუშაობა ნამდვილად გრძელდება. და გრძელდება წარმატებით. მესამე ცხელი სიახლეა მიხაილ ფედოროვის გათავისუფლების გარშემო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს პირველ ორ სიახლეს შემთხვევით არ ემთხვევა. გაგახსენებთ წინა ისტორიას. ფედოროვი, რომლის დროსაც თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური შესყიდვების რეფორმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანამდებობიდან მოხსნეს მთელი მთავრობის ფორმალური გადადგომის გზით. უკვე თითქმის 3 კვირა კიევში არ წყდება პროტესტები მოთხოვნით, რომ ის დააბრუნონ თავდაცვის მინისტრის პოსტზე. 31 ივლისს შეგახსენებთ, გაიმართა მასშტაბური მარში. დაახლოებით 5000 ადამიანი შევჩენკოს პარკიდან ფრანკოს სახელობის თეატრამდე იმავე მოთხოვნით გაიარა. დაგვიბრუნეთ ფედოროვი. და აი წყარო, რომელიც ახლოსაა ხალხის მსახურის ფრაქციის ხელმძღვანელობასთან, ჟურნალისტებს აცხადებს, რომ თითქოს მოусმინეთ, თუნდაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფედოროვის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრად წარადგინოს, დიდი ალბათობით ის ვერ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას უმაღლესი რადის სესიის დარბაზში. თუმცა ეს ყველაფერი манипуляციაა, რადგან ფაქტობრივად ხალხის მსახურის პარტია და მთელი ფრაქცია ისე აძლევს ხმას, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ეთქვის. ამიტომ ეს ცოტა თვალთმაქცობაა, მაგრამ კარგი. მაგრამ არგუმენტად ხალხის მსახურის დეპუტატები ახსენებენ, რომ აი ნახეთ. როცა პარტია ხმის დეპუტატმა ჟელეზნიაკმა წამოაყენა მთავარსარდალ სირსკის გადადგომის მოთხოვნა, ამ მოთხოვნას ხელი მხოლოდ 19-მა პარლამენტარმა მოაწერა. ანუ უკმაყოფილო დეპუტატებს შორისაც კი კონსოლიდირებული პოზიცია არ არსებობს. ამასთან დაძაბულობა იზრდება კიდევ ერთი ფიგურის, ფრაქცია ხალხის მსახურის ხელმძღვანელის დავით არახამიას გარშემო. და ეხლა მიხაილ ფედოროვის მხარდამჭერთა ნაწილი პირდაპირ ადანაშაულებს დავით არახამიას იმაში, რომ სწორედ ის იყო მინისტრის გადადგომის ორგანიზატორი.
მთელი მთავრობის შეცვლის პროცედურული მანევრი. ეხლა კი, ესე ვთქვათ, ანტიკორუფციული ფრთა, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი. აცხადებს, რომ თითქოს ფედოროვის გათავისუფლების მთავარი მიზეზი იყო ზელენსკის არა ხამიას და მისი გარემოცვის პირადი სურვილი. ეკონტროლებინათ 60 მილიარდი ევროს ოდენობის გიგანტური თავდაცვითი ბიუჯეტის განაწილება, რომელიც სწორედ იმ 90 მილიარდი ევროს კრედიტიდან მოდის ევროკავშირისგან. მაგრამ თუმცა მაინც თუ ყურადღებას მივაქცევთ ანტიკორუფციული აქტივისტების ასეთ განცხადებებს, უნდა აღნიშნო, რომ ეს კონკრეტული ადამიანის პირდაპირი ბრალდებაა და არა დადასტურებული ფაქტი ან დამტკიცებული ბრალდება. ამიტომ მოდით ამას მიუდგეთ როგორც გარკვეული ჯგუფის სუბიექტურ მოსაზრებას. რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ? სავარაუდო სცენარი ასეთია. პროტესტები გაგრძელდება, რადგან სტრუქტურული პრობლემა, რომელზეც მათი მონაწილეები საუბრობენ, უმეროვის დანიშვნით ნამდვილად არ თხვდება, არამედ უფრო მეტად გამოკვეთილია. გამოკვეთილია ის პრობლემა, რომლის წინააღმდეგაც თითქოს ფედოროვი გამოდიოდა. სავარაუდოდ 40 დღიანი ოპერაციის რეალური შედეგების საკითხი ასე მკაფიო საჯარო პასუხის გარეშე დარჩება. თუ გავითვალისწინებთ ბუდანოვის რიტორიკას, მისი სიტყვებით. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ვადებზე. პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი, როგორც ჩანს, თავადაც არ არის მზად აღიაროს ამ ოპერაციის შედეგები წარმატებულად თუ წარუმატებლად. იყო და იყო, სულ ესა. რაც შეეხება როსტემ უმეროვის დანიშვნას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად, თუ გავითვალისწინებთ მის ფიგურირებას მინდიჩის საქმეში, შეიძლება გახდეს ახალი κρიტიკის წყარო იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ისედაც გამჭვირვალობას ითხოვს თავდაცვის სფეროში. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. ჩვენთან იწყება ახალი დღე, 5 აგვისტო. ამიტომ დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრი ახალი ამბავი იქნება. ამიტომ მრავალ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწაკით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ დამოუკიდებელი YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ფინანსურად შეძლებთ ნებისმიერი დონატის ან YouTube-ზე სპონსორობის ფუნქციის საშუალებით. ეს არის ვილაკი გამოწერის გვერდით, სადაც წერია დასპონსორება. დააწკაპულეთ, აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ფორმატი, მადლიერი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.